რუსეთ-უკრაინის ომის შემზარავ ფრონტისპირა სასიკვდილო ზონებში. ინფორმაცია ყველაფერია. რაც უფრო მეც იცნობ მტრის მდებარეობასა და გადაადგილებაზე, მით მეტი ძალა გაქვს. სირთულე იმაშია, რომ ეს ინფორმაცია რეალურად მოიპოვო. მაგრამ რა მოხდება თუ გექნება საშუალება, რომ შენი მოწინააღმდეგე პირდაპირ გამოავლინოს თავისი ზუსტი მდებარეობა ისე, რომ თვითონაც ვერ მიხვდეს რას აკეთებს. ზუსტად ეს შეძლეს ზოგმა გენიალურმა უკრაინელმა ჰაკერმა. და აი როგორ. ყველაფერი ერთ კონკრეტულ ტექნოლოგიამდე დადის. ეს არის Starlink-ი, სატელიტური ინტერნეტის სერვისი, რომელსაც Elon Musk-ის SpaceX მართავს. Starlink-მა დიდი როლი ითამაშა მთელი კონფლიქტის განმავლობაში. ის ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლიდან გამოიყენებოდა უკრაინაში, რათა ჩაენაცვლებინა რუსების მიერ დაზიანებული ან განადგურებული ინტერნეტისა და საკომუნიკაციო ქსელები. მას შემდეგ გასულ წლებში ამ სერვისს უკრაინელი სამოქალაქო პირები, მთავრობა და სამხედრო ძალები ყველა იყენებდა. ომით დაზარალებულ რეგიონებში მსხოვრები სამოქალაქო პირები ამ სერვისს იყენებდნენ, რათა დაკავშირებოდნენ გარესამყაროს ან შეენარჩუნებინათ კავშირი ოჯახთან და მეგობრებთან. მაგალითად, სკოლებმა, საავადმყოფოებმა და უკრაინის რკინიგზის მატარებლებმაც კი გამოიყენეს Starlink-ის სატელიტების შესაძლებლობები, რათა მოსახლეობისთვის აუცილებელი სერვისები მიეწოდებინათ. ამასობაში მიუხედავად Elon Musk-ისა და SpaceX-ის, პრეზიდენტ გუინ შოტუელის პროტესტისა, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ასევე იპოვეს გზები, რომ Starlink-ის შესაძლებლობები გამოეყენებინათ საკუთარი ტერიტორიის დასაცავად და კონტრშეტევების განსახორციელებლად ოკუპანტების წინააღმდეგ. მას უკრაინის საბრძოლო ველებზე კომუნიკაციის აუცილებელ საყრდენს უწოდებენ, რადგან ბევრ დანაყოფს მინიმუმ ერთი Starlink-ის ტერმინალი აქვს, რათა კავშირზე იყვნენ და მნიშვნელოვანი მონაცემები შეაგროვონ. დრონების ეკიპაჟებმაც იპოვეს გზები, რომ Starlink გამოეყენებინათ უპილოტო საფრენი აპარატების, UAV-ების, მართვისთვის რუსულ ძალებზე შეტევისას. ზოგიერთ დრონს კი საკუთარი Starlink-ის ტერმინალიც კი აქვს დამონტაჟებული. ამასობაში რუსეთს ოფიციალურად ეკრძალება Starlink-ის გამოყენება საკუთარ საზღვრებში, რადგან SpaceX ამოქმედებს ცდომის შეზღუდვას geofencing-ის სახელწოდებით ცნობილი ტექნიკით, რაც გულისხმობს სერვისის ხელმისაწვდომობის კონკრეტულ ტერიტორიებზე შეზღუდვას. თუმცა ამ შეზღუდვების შენარჩუნება უკრაინის სადავო და ოკუპირებულ ნაწილებში გაცილებით რთული აღმოჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით რუსულ ძალებს შეუძლიათ გამოიყენონ კონტრაბანდული ტერმინალები ზოგიერთი ფრონტისპირა რეგიონში. ომის ადრეულ ეტაპებზე ეს იმას ნიშნავდა, რომ უკრაინას კავშირისა და კომუნიკაციის თვალსაზრისით უზარმაზარი უპირატესობა ჰქონდა. თუმცა დროის გასვლასთან ერთად სიტუაცია შეიცვალა. მაგალითად, 2024 წლის დასაწყისში უკრაინის თავდაცვის დაზვერვამ გამოავლინა, რომ რუსული ძალები იყენებდნენ Starlink-ის სატელიტურ კომუნიკაციებს. სინამდვილეში უკრაინელმა ჯალისკაცებმა განაცხადეს, რომ რუსები საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში იყენებდნენ Starlink-ს და მათ ათასობით ტერმინალი ჰქონდათ. ზუსტად არავინ იყო დარწმუნებული, როგორ მოხდა ეს. SpaceX-მა დაადასტურა, რომ არც პირდაპირ და არც ირიბად არ გაუყიდია ტერმინალები რუსეთზე. ასევე დაამატეს, რომ არანაირი საქმიანი ურთიერთობა არ ჰქონიათ რუსეთის მთავრობასთან ან მის სამხედროებთან, ხოლო Starlink-მა დაადასტურა, რომ მისი სერვისი რუსეთში არ მუშაობს. კომპანიამ ასევე დაიმუქრა საქციებით ან დეაქტივაციით ნებისმიერი მესამე პირის მიმართ, რომელიც Starlink-ის პროდუქტებს რუსულ ძალებს მიაწვდიდა. ამიტომ უკრაინის დაზვერვის აგენტებმა უფრო ღრმად დაიწყეს გამოძიება. მათ გამოაქვეყნეს რუსების რადიო გადაჭერის ჩანაწერი, სადაც ისინი განიხილავდნენ Starlink-ის ტერმინალების არაბული ქვეყნის მეშვეობით შეძენის შესაძლებლობას. ამასობაში კიდევ მეტი მტკიცებულება გამოჩნდა, რომ რუსული არმია Starlink-ს იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ ტერმინალები თავად რუსეთში არ მუშაობდა, ისინი ფუნქციონირებდა ფრონტის ხაზზე და ეს უკრაინისა და ფათავად SpaceX-ისთვის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა. თუ კომპანია გააგრძელებდა Starlink-ის მუშაობის ნებართვას ამ ადგილებში, მაშინ ორივე მხარე ისარგებლებდა ამით და რუსები შეძლებდნენ თავიანთი უკანონოდ მოპოვებული ტერმინალებით უკრაინულ პოზიციებზე შეტევების ორგანიზებას. ამავე დროს, თუ SpaceX გადაწყვეტდა გაეფართოებინა გეოგრაფიული შეზღუდვის ზომები და შეეჩერებინა Starlink-ის გამოყენება რუსული ძალებისთვის ფრონტის ხაზზე, ეს შესაძლოა უკრაინასაც შეუშლიდა ხელსწრომასა და კომუნიკაციებში. უკრაინულმა ჯგუფებმა შესაბამისად შესთავაზეს Starlink-ის ინჟინრებს ერთად ემუშავათ იმაზე, თუ როგორ გამოეთიშათ სერვისი რუსი მომხმარებლებისთვის, ისე რომ უკრაინაზე გავლენა არ მოეხდინა. 2024 წლის მაისში ჩანდა, რომ ამბავი დადებითად დასრულდა. პენტაგონმა და SpaceX-მა განაცხადეს, რომ რუსებისთვის Starlink-ის სატელიტების გამოყენება ოფიციალურად დაბლოკეს. თუმცა ჯონ პლამმა, აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის კოსმოსური პოლიტიკის საკითხებში თავდაცვის მდივნის თანაშემწემ, გააფრთხილა, რომ რუსეთმა შესაძლოა მაინც იპოვოს გზები ბლოკის გვერდისავლით. ამ დროისთვის ჩვენ წარმატებით შევაჩერეთ რუსების მიერ Starlink-ის გამოყენება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთი კვლავ შეეცდება იპოვოს გზები Starlink-ისა და სხვა კომერციული საკომუნიკაციო სისტემების გამოსაყენებლად. ეს პრობლემა გაგრძელდება. ვფიქრობ, ჩვენ გავერკვეთ ამ საკითხში და ვიპოვეთ კარგი გადაწყვეტილებები, როგორც Starlink-ისთვის, ასევე უკრაინისთვის. პლამბის ნათქვამი მართალი აღმოჩნდა. პენტაგონის განცხადებიდან სულ რამდენიმე თვეში უკრაინიდან კიდევ მეტი მტკიცებულება გაჩნდა იმის შესახებ, რომ რუსეთი იყენებდა დრონებს, რომლებიც Starlink-ის სისტემებით იყო აღჭურვილი და ჩანდა, რომ ეს პრობლემა არასდროს გაქრებოდა. სინამდვილეში 2024 წელს მდგომარეობა მხოლოდ გაუარესდა.
მტკიცებულებები აჩვენებდა, რომ 10,000-ობით Starlink-ის სატელიტური მიმღები კვლავ კონტრაბანდით შექონდათ რუსეთში სხვადასხვა ქვეყნის გავლით, მათ შორის თურქეთის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის მეშვეობით. როგორც კი ისინი ფრონტის ხაზზე ხდებოდნენ, იგივე მიმღებები რუს ჯარისკაცებსა და მათ მეთაურებს ცხოვრებას ბევრად უადვილებდნენ. მათ შეეძლოთ ამ მიმღებლების გამოყენება თავდასხმითი დრონების მოქმედების არეალის გასაზრდელად, ასევე მათი უფრო ზუსტი და ელექტრონული ბრძოლის საშუალებებით ჩახშობისგან დაცვისთვის. შედეგად ისინი უფრო ეფექტურები და მომაკვდინებლები ხდებოდნენ. რუსმა ოფიცრებმა ასევე გამოიყენეს Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი, რათა რეალურ დროში მიეღოთ საბრძოლო ველის რუკები, ჯარისკაცების პოზიციებისა და რელიეფის ამსახველი განახლებული ინფორმაციით, რაც მათ საშუალებას აძლევდა უფრო მარტივად და ეფექტურად კოორდინაცია გაეწიათ თავიანთი ჯარისკაცებისა და რესურსებისთვის. უკრაინელი კიბერომის ექსპერტი კოდური, სახელით Goldfinger-ი, ჟურნალისტებთან საუბარში ასე შეაჯამა სიტუაცია. 2025 წლიდან მათ დაიწყეს Starlink-ების გამოყენება დიდი დრონების სამართავად და თავდასხმების უფრო მაღალი სიზუსტისთვის, რაც მათ უპირატესობას აძლევს ჩვენი ანტიდრონული სისტემების გვერდისავლით. ამიტომ ეს ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი და სახიფათო ხდებოდა. სიტუაცია სულ უფრო მძიმე ჩანდა. 2026 წლის თებერვლის დასაწყისისთვის უკრაინა ძლიერად იყო დაზარალებული რუსების ხანგრძლივი და განსაკუთრებით ინტენსიური დაბომბვის კამპანიის შემდეგ, რასაც ემატებოდა ხანგრძლივი და ცივი ზამთრის დამანგრეველი შედეგები, გადამეორებადი ელექტროენერგიის გათიშვებით, რადგან კრემლის დრონების ჯგუფები ქვეყნის მასშტაბით ქვესადგურებსა და ენერგოობიექტებს ესმოდნენ თავს. იაროსლავმა, უკრაინის 128 მძიმე მექანიზებული ბრიგადის სადაზვერვო ოფიცერმა აღიარა, რომ იმ დროს მისი ქვეყნის პერსპექტივები სახარბიელო არ იყო. ტერი ცდილობდა თავისი დანაყოფების შეღწევას ირიბის შეტევის ოპერაციებით, განსაკუთრებით ცუდი ამინდის გამოყენებით, რათა მათი კრეიტი ჩვენს პოზიციებს შორის გადაეყვანათ და წინსვლა გაეგრძელებინათ. ის და მისი ბრიგადა იმ დროს ცდილობდნენ რუსეთის შეტევების მოგერიებას ზაპორიჟიასთან, სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში. მეტად აღმოსავლეთით რუსული ძალები ასევე ნელ-ნელა მიიწევდნენ ულიანოვსკის ქალაქისკენ. მაშინ როცა უკრაინელი დამცველები უკან იხებდნენ ისეთ ადგილებში, როგორიცაა პოკროვსკი, ლიმანი და სხვაგანაც. შემდეგ SpaceX-მა რაღაც გააკეთა, რამაც მთელი სიტუაცია თავდაყირა დააყენა. კიევმა კომპანიას მიმართა თხოვნით, რომ უკრაინაში გამოყენებული ნებისმიერი Starlink-ის ტერმინალისთვის ახალი რეგისტრაციის მოთხოვნა დაენერგა. კომპანიამ დათანხმდა და სწრაფადვე დანერგა ახალი სისტემა. მოულოდნელად უკრაინის ნებისმიერ წერტილში, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ფრონტის ხაზზე, ვინც კი Starlink-ის სერვისით სარგებლობას ისურვებდა, უნდა მისულიყო ავტორიზებულ სერვის ცენტრში, არაოკუპირებულ ტერიტორიაზე და წარედგინა პასპორტი. თუ ამას არ გააკეთებდნენ, მათი მოწყობილობები უბრალოდ არ იმუშავებდა. უკრაინისთვის ეს დიდი გამარჯვება და უმნიშვნელოვანესი გარდამტეხი მომენტი იყო. რუსეთისთვის კი კატასტროფა. მოულოდნელად უთვალავი ჯარისკაცი დანაყოფიდან მეთაური დაბრმავდა და რუსი ოფიციალური პირებიც კი იძულებულნი გახდნენ ერიარებებინათ, რომ ამ ნაბიჯმა მათი ოპერაციები მნიშვნელოვნად დააზარალა. მაგალითად, ანდრეი მედვედევი, მოსკოვის საქალაქო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, Telegram-ზე წერდა, რომ SpaceX-ის ქმედებების შედეგად მტერზე დაგეგმილი დართვმის ნაცვლად ჯოჯოხეთური ქაოსი მივიღეთ. რუსი სამხედრო ბლოგერებიც აღშფოთდნენ ამ გადაწყვეტილებით ონლაინში. მაგალითად, ალექსანდრ სლატკოვი, რომელმაც აღიარა, რომ Starlink-ზე წვდომის დაკარგვა ნამდვილად ქმნის სერიოზულ სირთულეებს. და Telegram არხი 2 მაიორი, რომელმაც დაწერა: მილიონების საყვარელი ფაშისტი ილონ მასკი უკრაინის შეიარაღებული ძალების ინტერესებს ემსახურება. ეს შეიძლება ხსნიდეს ტერმინალების მასიურ მწყობრიდან გამოსვლას, რომელიც გუშინ საღამოს ფრონტზე დაიწყო. ასე კიდევ ერთხელ დაეხმარა ლიბერალების მიერ გაღმერთებული გენიოსი უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ჩვენი ჯარისკაცების მოკლაში. სხვა სამხედრო ბლოგერებმა აღნიშნეს, რომ რუსეთი ცდილობს პრობლემის გადალახვას, მაგრამ ამ ეტაპზე Starlink-ს სიცოცხლისუნარიანი ალტერნატივა არ აქვს. მათ დაამატეს, რომ კრემლი განიხილავს ისეთ ვარიანტებს, როგორიცაა რეგისტრაციის პროცესის გვერდისავლის ტექნიკები, ან ჩინური სატელიტების გამოყენებაზე გადასვლა, მაგრამ დაადასტურეს, რომ ამ შესაძლო გადაწყვეტილებებიდან რომელიმეს განხორციელებას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება. მაგრამ ბროფასეული რესურსია რუსი ჯარისკაცებისთვის ფრონტის ხაზზე. მათ განუმეტესობა მხოლოდ რამდენიმე დღეს ძლებს სასიკვდილო ზონებში, სანამ დაჭრილები ან უარესად არ გახდებიან და მათ არ შეუძლიათ დაელოდონ, სანამ ხელისუფლება ამ პრობლემის გადაჭრის გზას იპოვის. ამიტომ ისინი სასოწარკვეთილებაში ჩავარდნენ და უკრაინელი ჰაკერების ჯგუფმა სრულად ისარგებლა ამ სასოწარკვეთილებით. ეხლა მცილე შენიშვნა. ამიტომ ვაკეთებ სამხედრო შოუს, რომ აგიხსნათ, როგორ მოძრაობს რეალურად ძალაუფლება. თუ აქ ახალი ხარ, გამოიწერე არხი, რომ შემდეგი ამბები არ გამოგრჩეს. ეხლა ზოგმა რუსმა გააცნობიერა, რომ Starlink-ის სერვისის აღდგენის ერთადერთი გზა მათი ტერმინალების დარეგისტრირება იყო. ისინი ამას თავად ვერ შეძლებდნენ, რადგან ამისთვის უკრაინის ტერიტორიაზე ღრმად შესვლა და როგორღაც უკრაინული პასპორტების მოპოვება იქნებოდა საჭირო. ეს კი ზედმეტად სახიფათო იყო. ამიტომ მათ დაიწყეს უკრაინელების ძებნა, ვინც შეიძლება დახმარებაზე დათანხმებულიყო. ისინი დიდ თანხებს თავაზობდნენ ყველას, ვინც მათ ნაცვლად ტერმინალებს დაარეგისტრირებდა და კავშირს აღუდგენდა. ეს სასოწარკვეთილი ნაბიჯი იყო, მაგრამ ადგილზე მყოფი ჯარისკაცებისთვის ეს ერთადერთი დარჩენილი გამოსავალი იყო. თუმცა მათ վել გააცნობიერეს, რომ მათი თხოვნები უკრაინის კიბერომის სპეციალისტების ჯგუფმა 246-ე კიბერშეტევის დივიზიამ შეამჩნია.
ჯგუფს ხელმძღვანელობდა თავად Goldfinger-ი, ყოფილი ჯარისკაცი, რომელიც ბრძოლაში დაიჭრა, მაგრამ გადაწყვიტა თავისი ქვეყნის სამსახურით ციფრულ სივრცეში ჰაკერის როლში გაეგრძელებინა. დივიზია მიგრძნო, რომ ეს იყო შესაძლებლობა რუსებისთვის მახე დაეგოთ, რაც ომის მიმდინარეობას შეცვლიდა და ამ პროცესში უამრავ სიცოცხლეს გადაარჩენდა. მათ გადათვლეს თავი კიბერდამლაშავეთა ჯგუფად გაესაღებინათ და სასოწარკვეთილ რუს სამხედროებს დაუკავშირდნენ. ფაქტობრივად სთავაზობდნენ უკრაინაში მათი Starlink-ის მიმღებების რეგისტრაციას კრიპტოვალუტაში გადახდის სანათახლოდ. როგორც კი ვინმე მახეში გაება, თაღლითობაც დაიწყო. უკრაინელმა ჰაკერებმა თავიანთი მსხვერპლი ნელ-ნელა უფრო ღრმად შეიტყოეს მახეში. თავიდან სთხოვდნენ ჩვეულებრივ ინფორმაციას, მაგალითად მათი მოწყობილობების სერიული ნომრებს. ეს ყველაფერი რუსებისთვის ჩვეულებრივად და განსაკუთრებით სავისკო დარჩანდა. ამიტომაც მათ თავიანთი მონაცემები გააგზავნეს. შემდეგ ჰაკერებმა კიდევ უფრო შორს წაიღეს საქმე და დამატებითი ინფორმაცია მოითხოვეს. საბოლოოდ, მას შემდეგ რაც რუსებისგან მომსახურებისთვის თანხა მიიღეს, ჰაკერებმა თავიანთი სქემის ბოლო ეტაპზე გადაინაცვლეს და ჯარისკაცებს ზუსტი GPS კოორდინატების თხოვეს. ამ დროისთვის ბევრი რუსი ჯარისკაცი უკვე მთლიანად იყო ჩართული ამ იდეაში. მათ უკვე გადაიხადეს და უამრავი ინფორმაცია გაასაჯაროეს. ამიტომაც დათანხმდნენ მოთხოვნას და ნებაყოფლობით მიაწოდეს ზუსტი მონაცემები თავიანთი მდებარეობის შესახებ. ამის შემდეგ ჰაკერებს მხოლოდ ის დარჩენოდათ, რომ ეს ინფორმაცია უკრაინის სამხედრო ნაწილებისთვის გადაეცათ, რომლებიც ფრონტის ხაზზე იბრძოდნენ და შემდეგ მარტივად შეეძნოთ რუსების ჩუმად მიპარვა და განადგურება. ეს თავხედური ხრიკია, მაგრამ მუშაობს. 256 დივიზია იუწყება, რომ 2600-ზე მეტი რუსი პირდაპირ ხაფანგში გაება და საკუთარი ადგილმდებარეობა გაამჟღავნა. ეს თავის მხრივ უკრაინის სამხედროებს დაეხმარა, რომ ზუსტად გაეგოთ რუსული სარდლობის პუნქტების, დრონების პილოტების პოზიციებისის, ჯარის კონცენტრაციისა და შტაბების კოორდინატები. გამონძიებელი ჟურნალისტი მაქსიმ ტაკერი, რომელმაც მთელი დოკუმენტური ფილმი მიუძღვნა ამ გენიალურ უკრაინელ ჰაკერებს, Times Radio-ს ფრონტის ხაზის პოდკასტის ერთ-ერთ ეპიზოდში დამატებითი ინფორმაცია მიაწოდა იმის შესახებ, თუ როგორ მუშაობს მათი აფერი. მან განმარტა, რომ გუნდი სულ 6 ადამიანისგან შედგება, მაგრამ მათ შეძლეს შეექმნათ ხელოვნური ინტელექტის ჩატბოტი, რომელიც მათ ნაცვლად უმეტეს სამუშაოს ასრულებს. რუსებს უკავშირდება და მათ მონაცემებს ნელ-ნელა აგროვებს. ეს მათ საშუალებას აძლევს, მიუხედავად იმისა, რომ შედარებით მცირე ჯგუფია, დიდი რაოდენობით მტრის ძალები ამოიღონ სამიზდეთ. მან დაამატა, რომ ჰაკერები სხვა გზებითაც მოქმედებენ. სხვადასხვა კიბერთექნიკის გამოყენებით რუსული ელფოსტების გატეხვას ცდილობენ. ან ყალბი ხელოვნური ინტელექტით შექმნილი ქალის პროფილებით ესაუბრებიან რუსი წინახაზის ჯარისკაცებს და ცდილობენ დაარწმუნონ ისინი, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაამხილონ თავიანთი მდებარეობისა და გადაადგილების შესახებ. ეს ყველაფერი ეხმარება უკრაინას სადაზვერო მონაცემთა ბაზის შექმნაში და ბრძოლის ველის უფრო ნათელი სურათის დახატვაში. როგორც კი ჰაკერები რაიმე მნიშვნელოვანს გაიგებენ, ამ ინფორმაციას სამხედრო სარდლობის ცენტრებს გადასცემენ. ტაკერმა კიდეც გადაიღო ის მომენტი, როცა ზარი შევიდა სარდლობის პოსტზე, თავად Goldfinger-ისგან, რომელმაც გაამხილა, რომ რუსი ჯარისკაცი ახლოს იმალებოდა. ის ხსნის, რომ როდესაც უკრაინის ჯგუფები ასეთ ინფორმაციას იღებენ, ისინი უბრალოდ არ უშვებენ დრონებს ან არ ბომბავენ იმ ადგილებს დაუდასტურებლად. ისინი არ სურთ რისკზე წასვლა, რომ დააზიანონ მშვიდობიანი მოსახლეობა ან ფუჩად დახარჯონ რესურსები. ამიტომ ჯერ ატარებენ სადაზვერო დაკვირვებას, რათა დაადასტურონ, რომ რუსები ნამდვილად იქ არიან, სანამ შემდეგ ნაბიჯებს დაგეგმავენ. თავის სტატიაში The Times-თვის ტაკერი მოხავს მაგალითი, სადაც იაროსლავმა 128 მძიმე მექანიზებული ბრიგადიდან მიიღო კოორდინატები 256 დივიზიიდან და ისინი დაზვერვის სურათებზე გადაიტანა და აკონკრეტა და დააზუმა ზუსტად ის ადგილი, სადაც რუსების ბაზა ეგონათ. ის მალე ამჩნევს მტრის ჯარისკაცების დამახასიათებელ ნიშნებს, მათ შორის ახალ კვალს და ტოტების გროვებს, რომლებიც მათ თავშესაფარს მიიღბავენ. მას შემდეგ, რაც იაროსლავმა დაადასტურა დაზვერვის ინფორმაცია, მან კოორდინატები გადასცა ჯაჭვის შემდეგ რგოლს, უკრაინელ დრონების ოპერატორებს, რომლებმაც შემდეგ ზუსტი დარტყმა განახორციელეს თავშესაფარზე. იაროსლავი და მისი თანამებრძოლი ოფიცრები პირდაპირ ეთერში ადევნებდნენ თვალს, როგორ შეეჯახა კამიკაძე დრონი, ნაგებობის სახურავს და თავშესაფარი მთლიანად ჩამოინგრა შიგნით შეკრებილ რუსებზე. დარტყმამდე რამდენიმე წამით ადრე დრონის კამერა კიდევ რაღაცას ამჩნევს. სატელიტურ თეფშ შენობის სახურავზე, რომელიც ცისკენ კი არა, ახლო მდებარე სოფლისკენ არის მიმართული. ეს ჩვეულებრივ მოვლენად იქცა ფრონტის პირა ადგილებში. მას შემდეგ, რაც SpaceX-მა Starlink-ის სერვისი გათიშა, რუსებმა დაიწყეს სატელიტური თეფშების გამოყენება, რათა Wi-Fi ხიდები შეექმნათ დანაყოფებს შორის და კომუნიკაცია შეძლებოდათ. ერთი მხრივ ეს პრობლემის გადალახვის ინოვაციური გზაა. მეორე მხრივ კი ეს კიდევ უფრო ამარტივებს უკრაინისთვის, გაარკვიოს სად იმალებიან რუსები. მათ უბრალოდ სჭირდებათ სატელიტური თეფშების მოძებნა, ნახონ რომ მხარეს არიან მიმართული და ხაზებს გახვნენ, რათა მეტი ჯარისკაცი იპოვონ. იარო დაამატა, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსებმა თავიანთი მდებარეობის მონაცემები ჰაკერებს გადასცეს, ბევრი მათგანი მაინც იმავე ადგილას დარჩა. სულ ცოტა ხნით მაინც, რაც უკრაინას აძლევდა დროს, რომ ეპოვა და გაენადგურებინა ისინი. ამის რამდენიმე შესაძლო ახსნა არსებობს. მაგალითად, შეიძლება ზოგიერთი რუსი ჯარისკაცი უბრალოდ ძალიან სულელია, რომ მიხვდეს მოტყუებული ხავს. სხვა მხრივ შეიძლება მიხვდნენ, რომ ატყუებენ, მაგრამ ძალიან ეშინიათ, რომ უფროსებს ან თანამებრძოლებს გამოუწყდნენ. ამიტომ ჩუმად რჩებიან და იმედოვნებენ, რომ ეს შეცდომა საბედისწერო არ აღმოჩნდება.
ზოგ შემთხვევაში რუსებს გადანაცვლება სურთ, მაგრამ უბრალოდ ვერ ახერხებენ ამას, რადგან ისეთ საშიშ ადგილებში არიან განლაგებულები, სადაც უკრაინული დრონები ზემოდან დაფრინავენ და მოძრაობის ნებისმიერ ნიშნებს ეძებენ. შედეგად ამ ჯარისკაცებიდან ბევრი იღუპება, მხოლოდ საკუთარი გულუფხილობის გამო, რამაც უკრაინელი დრონის ოპერატორებისთვის ცხოვრება ბევრად გაამარტივა. ერთ-ერთი ასეთი ოპერატორია ეკატერინა, იმ დროს 23 წლის და 4 თვის ორსული. ტაკერი მას შეხვდა. მან სამხედრო სამსახურში ჩაწერა გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ომის პირველ წელს საკუთარ სოფელში რუსი ოკუპანტების მიერ ჩადენილ საშინელებებს შეესწრო. ჩემი თანასოფლელები ოკუპაციის დროს ძალიან დაიტანჯნენ. ზოგიერთი კაცი ტყვედ წაიყვანეს, ერთ-ერთი წამებით მოკლეს. ისინი ხუმბარებს აგდებდნენ სარდაფებში, სადაც ხალხი იმალებოდა და გამოსვლის ეშინოდა. ამის შედეგად ზოგი ადამიანი დაიღუპა. ეხლა ის ერთ-ერთია იმ მრავალ დრონის პილოტს შორის, რომლებმაც ჰაკერების მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს კრემლის ჯარისკაცების გასანადგურებლად, მტრის წინსვლის შესაფერხებლად და მისი სამხედრო მანქანის დასასუსტებლად, თითოეული დარტყმით. უბრალოდ შურისძიების წყურვილი მაქვს იმისთვის, რაც აქ გააკეთეს და რასაც ეხლა აკეთებენ. მე ვიცავ ჩემს დებს, ძმებს, პატარა დისშვილებს და ფაქტობრივად ყველა ბავშვი უკრაინაში, ვინც რუსული აგრესიისგან იტანჯება. და ამას იმიტომ ვაკეთებ, რომ მომავალში ჩემს შვილებს მშვიდობაში შეეძლო ცხოვრება. მაშ, რამდენად ეფექტური იყო ეს მეთოდი? ტაკერი აღიარებს, რომ ზუსტად შეუძლებელია დადგინდეს, რა იყო ამ ოპერაციით გამოწვეული რუსების ზუსტი დანაკარგი, მაგრამ უკრაინის წინა ხაზზე მებრძოლებმა ნამდვილად იგრძნეს მისი შედეგები. მათ განაცხადეს, რომ მას შემდეგ, რაც Starlink-ის ტერმინალები გამოივრთო და ჰაკერული შეტევები დაიწყო, რუსული დარტყმები უკრაინის პოზიციებზე განსაცვიფრებელი 45%-ით შემცილდა. ტაკერი ვარაუდობს, რომ ამით უამრავი სიცოცხლე გადარჩა და ფრონტის სხვა მონაკვეთებზე მოქმედმა კიბერბრიგადებმა ბევრი რამ ისწავლეს 256 დივიზიისგან. ზოგიერთმა მათგანმა უკვე დაიწყო მათი მეთოდების მიბაძვა, რათა კიდევ უფრო მეტი Starlink-ის მონაცემი შეაგროვონ და მტერზე კიდევ უფრო დამანგრეველი შეტევები განახორციელონ. რა თქმა უნდა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს მეთოდი სამუდამოდ იმუშავებს. რუსები საბოლოოდ მიხვდებიან რა ხდება და ნაკლები ჯარისკაცი იქნება მზად, რომ თავისი მდებარეობის მონაცემები გაამჟღავნოს, მაგრამ უკრაინელი ჰაკერები შეუპოვრები არიან. ისინი უკვე მუშაობენ ახალ ხრიკებსა და ტექნიკებზე, რათა მტერი მოულოდნელად დაატყდეთ თავს და უფრო მეტად ეყრდნობიან ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებს, როგორიცაა AI პერსონები ან AI დიზაინის ჰაკერული ინსტრუმენტები, რომ გააძლიერონ თავიანთი ოპერაციები. ამან მათ საშუალება მისცა, შეეღწიათ კრემლის ოფიციალური პირებისა და მოსკოველი ბიზნესმენების ელფოსტაში. ასევე გამოევლინათ რუსული იარაღის ქახნების საიდუმლო ადგილმდებარეობები, რომლებიც შემდეგში შორ მანძილზე მოქმედი რაკეტებით დაიბომბა. მოკლედ რომ თქვათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს კიბერჯგუფები შეიძლება არ იძვნენ წინა ხაზზე, არ ისროდნენ შაშხანებს ან არ აწყობდნენ საარტილერიო იერიშებს, ისინი მაინც უზარმაზარ გავლენას ახდენენ ამ ომზე. ინოვაციური, არასტანდარტული აზროვნების გამოყენებით, ისინი ქაოსს, დაბნეულობასა და დაშლას ავრცელებენ კრემლის რიგებში. და უახლესი დაზვერვის მონაცემები აჩვენებს, რომ რუსეთის დაშლა ბევრად უფრო მასშტაბურია, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა, რაზეც უფრო მეც ამ ვიდეოში გაიგებთ. ან ნახეთ ეს ვიდეო, რომ ნახოთ, როგორ უპირისპირდებიან ქვეყნის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს უკვე ყველაზე თავგამოდებული რუსი ნაციონალისტები და ყოფილი ერთგულები. და მეტი სამხედრო სიახლეებისთვის, ანალიზისა და შეფასებისთვის, გამოიწერეთ The Military Show დღესვე.